მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს ვებინარებს და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ დისციპლინასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სასკოლო დისციპლინა დაცული უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ეფუძნება მოსწავლის და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას. სკოლის შინაგანი წესით დადგენილი მოთხოვნები, დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და თანაზომადი. სკოლის შინაგანი წესით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გარდა შეიძლება გათვალისწინებული იყოს მოსწავლის გაფრთხილება, მკაცრი გაფრთხილება, გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდან დროებით დათხოვნა, მოსწავლისთვის, სკოლისთვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება და სხვა დისციპლინური სახდელები. მოსწავლის სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს. სკოლა ვალდებულია მოსწავლე გაკვეთილიდან გაძევების ან სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში თავისი მზრუნველობის ქვეშ გყავდეს. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანი წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურებით. დისციპლინური დევნისას სკოლა ვალდებულია გაანუმარტოს მოსწავლეს ან მასწავლებელს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი. მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების, აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ერთად წარდგეს. სკოლა ვალდებულია მიიღოს ზომები, რათა დისციპლინურმა სახდელმა არ გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისგან. დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდენის გამოყენება, რომელიც ლახავს პირის პატივს და ღირსებას. დაუშვებელია სკოლის მიერ მოსწავლის ან მასწავლებლის დისციპლინური დევნა იმ ქმედებისთვის, რომელიც მან სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ ჩაიდინა. მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ დისციპლინური დევნისას ისარგებლო ნდუმილის უფლებით. ნდუმილის უფლება არ ათავისუფლებს მოსწავლეს და მასწავლებელს დისციპლინური პასუხისმგებლობისგან. მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლებელს. სკოლიდან 5 დღემდე ვადით დათხოვნის გადაწყვეტილების უფლება სკოლის დირექტორს, ხოლო 5-დან 10 დღემდე ვადით დათხოვნის ან სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების უფლება დისციპლინურ კომიტეტს ფარული კენჭისყრით. დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურებზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა. მოსწავლისთვის სკოლისთვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას უნდა განისაზღვროს სასარგებლო საქმიანობის შინაარსი, მისი განხორციელების წესი და პირობები, სასარგებლო საქმიანობის განხორციელების ადგილი სკოლის ტერიტორიის ფარგლებში, მისი ხანგრძლივობა, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლისთვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1 საათს, საბაზო საფეხურის მოსწავლისთვის დღეში 2 საათს, საშუალო საფეხურის მოსწავლისთვის კი დღეში 3 საათს. უფლებამოსილი პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მოსწავლის მიერ სკოლისთვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას. აქვე აღვნიშნოთ, რომ სკოლისთვის სასარგებლო საქმიანობა მოსწავლეს შეიძლება დაიკისროს მშობლის თანხმობით. მოსწავლის მიერ სკოლისთვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება სკოლის ადმინისტრაციას. სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლესთან კონტაქტის დამყარებამდე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გადაუდებელი აუცილებლობისას პოლიციის თანამშრომელი ან სხვა საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სკოლას შეატყობინოს კონტაქტის მიზანი, საქმის გარემოება და მისი მეშვეობით დაუკავშირდეს მოსწავლეს. სკოლა ვალდებულია მოსწავლეს განუმარტოს მისი უფლებები და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობს მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს, გარდა მშობლის მიერ ბავშვის უფლების ხელყოფის შემთხვევისა.
მაშა ასე, დღეს ჩვენ გავეცანით დისციპლინასთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, გისურვებთ წარმატებებს.